თქვენ უსმენთ სათემო რადიოს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევებზე, ქალთა საკითხებზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და სპორტზე. აქ ისმის დევნილ დახმა და მათი ისტორიები. ჩვენ ვსჯელობთ თქვენს ყოველდღიურობაზე, გიზიარებთ სიახლეებსა და პრობლემებს, ეძებთ გზებს უკეთესი მომავლისთვის. სათემო რადიო, ხმა, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და არა მხოლოდ მსმენელებო, ვინც გვიყურებს სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმებზე. დიახ, კვლავ ხონი სათემო რადიოა ეთერში. ჩვენ რამდენიმე თვეა მაუწყებლობთ არაჩვეულებრივი ორგანიზაციის DIU International-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც ძალიან დიდ ხარდაჭერას უკეთებს ხონის მუნიციპალიტეტს და ზოგადად 13 მუნიციპალიტეტი ჩვენ ქვეყანაში და მათ შორის ჩართულია ხონი და ჩართულია ძალიან აქტიურად განათლების სათემო ცენტრით და სწორედ ამ ბაზაზე შევქმნით ადგილობრივი სათემო რადიო. ეს იციან ჩვენმა ერთგულმა მაყურებლებმა, მსმენელებმაც, მაგრამ მე მიგიდა ბევრმა გაიგოს. აქ არის ჩვენი YouTube და Facebook მისამართები და გაგვიხარდება რაც უფრო მეტი ადამიანი მოგვისმენს და რაც უფრო მეტი ადამიანისათვის ვიქნებით ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ ჩვენს გადაცემებში საკმაოდ საინტერესო ადამიანებს ვიწევთ ხოლმე და ან მოცულ მომენტშიც ის შემთხვევა, როცა საინტერესო და აქტიური და კარგი ადამიანი უნდა წარმოადგინოთ და სასარგებლო ადამიანი თქვენს წინაშე. ქალბატონი თამარ უგულავა, რომელიც გახლავთ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი განყოფილებაა. ამაზე რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ქალბატონ თამართან ერთად და ამასთანავე იწყება უკვე ქვეყანაში უბრალოდ დაიწყო 16 დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით ყოველწლიურად აღინიშნება გაეროს მიერ მიერთებულია ჩვენი ქვეყანაც არაერთი პროექტებით, არაერთი და ამ კამპანიაზეც რო ვისაუბროთ, იმიტომ რომ ბავშვთა უფლებები ასევე არის დაკავშირებული იმ პრობლემებთან კავშირშია, იგივე ოჯახში ძალადობაზე, იგივე ქალთა უფლებებზე, იგივე ბავშვთა და შვილთა ხელმისაწვდომობა პროგრამების და ასე შემდეგ. უპირველეს ყოვლისა, მიესალმეთ ჩვენს მსმენელებს. მოგესალმებით დათო, მივესალმები რადიოს მსმენელებს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ხონის მუნიციპალიტეტში. გარდა იმისა, რომ იწვევთ საინტერესო ადამიანებს, ასევე სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება ადამიანებისთვის, რომლებსაც შესაძლოა იმ მომენტისთვის სჭირდებოდეთ ან ცნობიერების ამაღლება, ან უბრალოდ შეხსენება კიდევ ერთხელ. ძალიან კარგი შესავალი გააკეთა, როდესაც აღნიშნე, რომ დაიწყო 16 დღიანი კამპანია ქალთა მიმართ წინააღმდეგ ძალადობის. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომაც დაიწყო, მათ შორის არაერთი ორგანიზაცია, არაერთი საჯარო თუ კერძო სტრუქტურა უერთდება ამ კამპანიას და ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია გამომდინარე იქედან, რომ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია და რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია ოჯახებთან და განსაკუთრებით ისეთ სეგმენტთან, რასაც ქვია ბავშვები და მოზარდები. კი ბატონო. ხამთამარ, მოდი თქვენ სამსახურზე ვილაპარაკოთ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფის განყოფილება. რა ფუნქციები აქვს მაგს და მე უკვე რა კეთდება ამ კუთხით ხონში ესე? კი ბატონო, ცოტა შორიდან დავიწყებ 2019 წელს, როდესაც პარლამენტმა მიიღო კოდექსი, ბავშვთა უფლებათა კოდექსი, სადაც უფრო სიღრმისეულად და უფრო ნათლად არის წარმოჩენილი თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენ სახელმწიფოში იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი თაობები იყვნენ დაცული, იყოს და იყოს ეს ყველაფერი მოქცეული სტრუქტურულად, ქონდეთ ბავშვებს თავად საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა და ამავე დროს აღსრულების მექანიზმები იყოს შესაბამისობაში მოყვანილი. მაშინ იყო ესეთი მითითება, რომ მუნიციპალიტეტებში ადგილზე შექმნილი იყო ბავშვთა განყოფილებები მერიებში, რომელიც უფრო მეტად უზრუნველყოფდა ამ მიმართულებით სიღრმისეულ მუშაობას. მოგეხსენებათ, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფილიალები არის ყველა მუნიციპალიტეტში, ისინი რა თქმა უნდა მუშაობენ, სოცმუშაკები აქტიურად არიან ჩართული. აქტიურად არის ასევე ჩართული მანდატური სამსახური და ფსიქოლოგი, რომლებიც სკოლებში მუშაობენ, თუმცა მერიებში ამ სამსახურების და განყოფილებების
ფუნქციონირებამ ერთიორად გაზარდა ბავშვების მიმართ მეტი ყურადღების დათმობა. ძირითადი მოვალეობა, რაც ჩემს განყოფილებას აკისრია, ეს არის ბავშვიანი ოჯახების გაძლიერება. ოჯახების, რომელსაც სჭირდებათ არა მხოლოდ მატერიალური გაძლიერება, არამედ ცნობიერების ამაღლება, შესაძლოა რაღაცა მიმართულებით ცოდნის შეძენა და სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ინფორმაცია. ხელმისაწვდომობა და ასევე ჩვენ ამ განყოფილებაში მუშაობა გვაძლევს შესაძლებლობას ერთგვარი დაკვირვება ვაწარმოოთ, სტატისტიკა ვაწარმოოთ, კვლევები ჩავატაროთ და ამის შემდეგ უკვე მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული პროგრამები მოვიყვანოთ საჭიროებებთან შესაბამისობაში. ამ კუთხით რა მდგომარეობაა ხონში? ხონში ამ კუთხით შედარებით უკეთესი მდგომარეობა და მუნიციპალიტეტებში შედარებით უკეთესი მდგომარეობა, იმიტომ რომ ვიწრო წრი არის და ადამიანებამდე ინფორმაციის მიტანა არის ძალიან მარტივი, ვიდრე ვთქვათ დიდ ქალაქებში, სადაც შესაძლოა მერის წარმომადგენლებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში, უბნებში არ ქონდეთ იმდენი ინფორმაცია, იმიტომ რომ ზოგი ქირით ცხოვრობს, ზოგი ხშირად იცვლის საცხოვრებელ მისამართს და რთულია ხოლმე ამ ადამიანებისთვის თვალყურის დევნება და ამასთანავე არის უნდობლობა უცხო ადამიანების მიმართ, ხოლო მუნიციპალიტეტებში უფრო მეტი. თითქმის ყველას იცნობს. შესაბამისად, გვაქვს ინფორმაცია. ჩვენი განყოფილებები და ზოგადად ბავშვებთან მომუშავე პირებს გვაქვს პირდაპირ ვალდებულება, რომ არ არის აუცილებელი ვინმე მოგმართოს წერილობითი განცხადებით, არამედ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, სადაც ყურმოკრული ინფორმაციაც კი უკვე გვხდის ვალდებულს, რომ მივიდეთ, მოვიკვლიოთ, მოვიკითხოთ, რა ხდება, რა მდგომარეობაა და ამის შესაბამისად უკვე ვიმოქმედოთ, არის თუ არა საჭირო ჩართვა, ან შესაძლოა უბრალოდ რაღაც 1-2 გადამოწმების შემდეგ უკვე ამ ოჯახს აღარ სჭირდებოდეს ჩვენი მეთვალყურეობა. მეთვალყურეობა რას გულისხმობს? სოციალურ მუშაკს უნიშნავთ თუ თქვენ გყავთ ეს მუშაკები თუ როგორ? ჩვენს განყოფილებაში, ანუ სოციალურ მუშაკთან დაკავშირებით ძალიან მინდოდა თქვენს გადაცემაშიც გამომახვილებინა ყურადღება, იმიტომ რომ ეს არის დეფიციტური პროფესია და ამ მიმართულებით ამ გამოცდილების და განათლების მქონე ადამიანები მუნიციპალიტეტებში ცოტა არ იყოს ჭირს. შესაბამისად, ჩვენს განყოფილებაში დღემდე არის ეს ვაკანსია, უკვე რამდენიმე წელია ჩვენ რამდენჯერმე გამოვაცხადეთ და ან განაცხადი არ შემოვიდა, ან ვერ აკმაყოფილებდა შესაბამის მოთხოვნებს. ამიტომ ეს პრობლემა დგას ჩვენი განყოფილების წინაშე, თუმცა მუნიციპალიტეტში არის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები და როცა ვთვლით, რომ ოჯახში ხდება ძალადობა, კი ბატონო, ოჯახში არის ძალადობა ბავშვზე, ან ფსიქოლოგიური, ან ფიზიკური ძალადობა ხორციელდება, ან ამის რისკს დავინახავთ, ამ შემთხვევაში ვამისამართებთ უკვე ტრაფიკინგის სამსახურში, იმიტომ რომ ჩვენს ძალებს აღებდა. არის ესეთი მომართვიანობა? არის ესეთი მომართვიანობა, ან არის ხოლმე სკოლებიდან მომართვიანობა, ბავშვი მასიურად აცდენს სასწავლო პროცესს და ეს უკვე ბავშვზე ოჯახიდან გამომდინარე არის ძალადობა, იმიტომ რომ ყველა მშობელი და ოჯახის წევრი არის ვალდებული ბავშვს შეუწყოს ხელი იმისთვის, რომ მას სრულფასოვანი განათლება მიიღოს. არის მომართვიანობა სოფლებიდან, მერის წარმომადგენლებიდან, ადმინისტრაციული ერთეულებში. მე ამოწმებთ ჩადიხარ თუ რა გვაქვს? ჩვენ მივდივართ, ამჟამად ჩემს განყოფილებაში მუშაობს ფსიქოლოგი, ბავშვთა ფსიქოლოგი, მუშაობს იურისტი და მუშაობს ინსპექტორი, ესეთი სახელმწიფო არის ცოტა ეს უხეშად ჩვენს ბავშვთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება გავიდეთ ოჯახში, მოვიკვლიოთ რა მდგომარეობაა, გამოვკითხოთ მეზობლებიც მათ შორის, მივიდეთ სკოლაში, ნახოთ ბავშვის დასწრება და აკადემიური მოსწრება და გამოკვეთილი საჭიროებიდან გამომდინარე უკვე მოვახდინოთ შეფასება სოციალური მუშაკის გარეშე, რაც ჩვენს ძალებს არ აღემატება, მხოლოდ იმ ფარგლებში ვიმოქმედოთ და გამოკვეთოთ თუ რა საჭიროება აქვს ოჯახს. მას შეიძლება სჭირდებოდეს მატერიალური გაძლიერება და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ყველა პროგრამაში ვთავთ, რაც მუნიციპალიტეტს გააჩნია, რაც არ გაგვაჩნია, ვცდილობთ სახელმწიფო სხვა სტრუქტურებში მოვიძიოთ ეს სერვისები და ჩავთოთ ბენეფიციარები, შესაძლოა მშობელს სჭირდებოდეს რაღაც დამატებითი განათლების მიღება იმისთვის, რომ რეალიზებული და დასაქმებული იყოს მომავალში და ამ შემთხვევაში ჩვენ სათემო განათლების ცენტრით, რომლის ბაზაზე ეს რადიო ფუნქციონირებს, ძალიან კარგი შესაძლებლობა ამისთვის და ძალიან ბევრი ადამიანი და ბენეფიციარი გადმოგვიმისამართებია, რომ აქ მიიღოს ცოდნა და თუნდაც იმ სამთვიან კურსებში ჩაერთოს, რომ მისი კვალიფიკაცია იყოს ამაღლებული, აქ ხელსაქმეც კომპიუტერი პროგრამებიც, ისევე
ტურიზმის მიმართულებით, რომელსაც ხელმძღვანელობთ და ძალიან ბევრი სხვა საჭირო პროგრამა ხორციელდება, სადაც გადაგვიმისამართებია ეს ბენეფიციარები. ვიკვლევთ საჭიროება შესაძლოა ბავშვებდებოდა სამედიცინო შემოწმება, რა თქმა უნდა თუ ბაღში დადის ბაღის პედაგოგსაც ვეკითხებით სოფლის ექიმსაც, ყველანაირი ჩანაწერი. ეს სოციალურად დაუცველს არ ეხება, ხო, ზოგადად? არ ეხება, ეს არის ზოგადი ფონდი, ყველას ყველას ეხება და უნდა მოვიკვლიოთ. არის გამოწვევები ძალიან დიდი, იმიტომ რომ მშობლები ვერ ითავისებენ, რატო შეიძლება მოვიდეს თუნდაც რომელიმე სტრუქტურის წარმომადგენელი და გესაუბროს ხო პოზიტიურ მშობლობაზე, მაგალითად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან აქტუალური საკითხია. ხშირად უჭირთ ხოლმე თანამშრომლობა. არის რა თქმა უნდა ბერკეტებიც მე მქონია პრაქტიკაში შემთხვევა ისეთი, როდესაც ერთ-ერთ ჩემს ბენეფიციარს არ უნდა თავისი მცირეწლოვანი ჩვილი ბავშვის კლინიკაში გადაყვანა და ამბობდა რომ ადგილზე მომკურნალებდა, თუმცა სოფლის ექიმის გამო რა მიზეზით? რატო არ უნდა დაუშვათ? მოტივი არ არის ხოლმე ამ ადამიანებთან შეიძლება კონდეს განათლებასთან უფრო ხო არის ცნობიერების ამაღლებასთან პრობლემა. ხო, სოფლის ექიმის მომართვიანობით ეს ბავშვი საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას და ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავთეთ დავრეკეთ ცხელხაზე, სამწუხაროდ მოგვიწიეს და ჩავთეთ სამართალდამცავი ორგანოები, ჩვენ თვითონ გამოვიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მოკლედ მათი ჩართულობით მოხდა ამ ბავშვის გადაყვანა კლინიკაში და საბედნიეროდ ძალიან ჩვილობის ასაკში რამდენიმე თვის ბავშვს აღმოაჩნდა მაშინ პანდემიის პერიოდი იყო კოვიდის ვირუსი, რომელიც რა თქმა უნდა სახში ძალიან რთული სამართავი იქნებოდა. ამ შემთხვევაში მე გამოვიდა ისე რომ მოგვიწია ამ ბავშვის ესე ვთქვათ კლინიკაში მეთვალყურეობაც, მის ექიმთან კომუნიკაცია, სოფლის ექიმიც დავაკავშირეთ და ხო და ამას ვინ აფინანსებს ამ ამბებს მე? სამედიცინო მომსახურებას ბავშვებში სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ გახდა საჭირო ჩაერთოს მუნიციპალიტეტის სამედიცინო და დახმარების პროგრამიდან ვცდილობთ დავეხმაროთ. ასევე არის ძალიან ბევრი საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც თანამშრომლობენ მუნიციპალიტეტთან ან რიგით ადამიანებთან, რომლებთანაც გვაქვს კომუნიკაცია და აი რაღაცა ესეთი შიშველი ხელებითაც ვცდილობთ მოკლედ ამ ოჯახების გაძლიერებას. ძირითადი ბენეფიციარები მაინც ვინ არიან თქვენ? ძირითადი ბენეფიციარები მაინც არიან სოციალურად დაუცველი. სოციალურად დაუცველები მაინც ხო? ან გადამეტებული ინტერესით მაინც აკვირდებით მათ კეისებს, ხო? ვაკვირდებით მათ კეისებს და ვეკითხებით ხოლმე ძალიან ხშირად გვაქვს კომუნიკაცია მერის წარმომადგენლებთან სოფლებში, ეგრეთ წოდებული სოფლის გამგებლები როგორც იქნება და ამ ადამიანების ენაზე. ეხლა ვქეთ მერის წრწმუნებული ხო მგონი თუ? მერის წარმომადგენელი ერთეულში და ვეკითხებით ასევე სოფლის ექიმებს, რომლებიცთანაც პირველად შემოწმებაზე მიდიან. ბაღები არიან სკოლში ბაღების გაერთიანება, რომ ბაღებში ბავშვი რომ თუ აცნეს ხშირად, დადის თუ არა ჰიგიენურად მოწესრიგებული, ან მისი განვითარების რაღაც მდგომარეობა ხო არ არის შეფერხება, ან ასე შემდეგ, სკოლებთან გვაქვს კომუნიკაცია და მათთვისაც აი პირად საუბრებში, მე თვითონ ერთ-ერთ სკოლაში ვარ პედაგოგი და ვიცი რამდენად დიდი იმედია მოკლედ სკოლისთვის ეს განყოფილებებიც თუ არის ხშირი გაცდენა ბავშვთან ან აკადემიურ მოსწრებას ან მშობელთან კომუნიკაცია უჭირს და ბავშვს ჭირდება შეფასება ან მსგავსი პროცედურების გავლა, რა თქმა უნდა მანდატური მუშაობს და მანდატური სამსახური, თუმცა ეს მუნიციპალიტეტის შეს ქალაქში არსებული ესეთი განყოფილებები არის ძალიან კარგი საშუალება და იმედი მათთვისაც, რომ ერთობლივად ჩავერთოთ და მოვძებნოთ გზა, როგორ შეიძლება ამ ბავშვთან მუშაობა და საუკეთესო გამოსავალი ვიპოვოთ ერთად. ხშირია დაუშვათ ესეთი მომართვიანობა, ანუ რამდენად დატვირთულია თქვენი განყოფილება? ნახეთ, არის პერიოდები, როდესაც არის დატვირთული, გამომდინარე იქედან, რომ თუ ჩვენ ვერ მივიღეთ ინფორმაცია, ამ შემთხვევაში არის ხოლმე მშობლებისგან მიმართვიანობა სოციალურ სააგენტოში, რომლებიც ითხოვენ მაგალითად ერთჯერად ვაუჩერს, კვების ვაუჩერს, ან რაღაც სხვა სახის ფინანსურ დახმარებას. ამ შემთხვევაში ზრუნვის სააგენტო ყოველთვის ამისამართებს ესეთ ოჯახებს ჩვენთან წერილით გვიგზავნის, რა თქმა უნდა, დაცულია პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, ჩვენსგანაც კონფიდენციალურობა. ზრუნვის სააგენტო საიდან აქვს ეს ინფორმაცია? ზრუნვის სააგენტოს მიმართავენ ერთჯერადი დახმარებისთვის. თვითონ ესენი მიმართავენ, ხო? მოქალაქეები, იმიტომ რომ აი დაფინანსებები და დახმარებები სადაც არის, ამის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია აქვს მათ, ვიდრე ვთქვათ ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის ან პოზიტიური მშობლების შესახებ. ისინი ყოველთვის ამისამართებენ ჩვენთან ასეთ ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციას, ჩვენ აუცილებლად ყველა შემთხვევაში მივდივართ ადგილზე, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, როგორი კლიმატიც არ უნდა იყოს და ვამოწმებთ ესეთ ოჯახებს.
ხშირ შემთხვევაში მათ არ სჭირდებათ ჩვენგან არანაირი დახმარება, ან უკვე ნასარგებლები აქვთ ყველა იმ პროგრამით, რასაც მუნიციპალიტეტის მერია სთავაზობს, ასევე დადიან ბავშვები საბავშვო ბაღში, სკოლაში მოწესრიგებული არიან, ამ შემთხვევაში მათ სჭირდებათ მატერიალური გაძლიერება, რა თქმა უნდა, და თუ შემდეგშიც გამოგვიჩნდება მსგავსი პროგრამები ისევ ვრთავთ ამ ოჯახებს, თუმცა იმ კუთხით რომ ჩავერთოთ, რომ ბავშვის უფლება ირღვევა, ან ვერ მიეწოდება შესაბამისი საჭირო რესურსი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვერთვებით და მოქმედებთ ხოლმე შესაბამისად. დიახ, საკმაოდ გავრცელებული და სერიოზული პრობლემაა ბულინგი სკოლებში. ამ კუთხით რა ხდება ხოლმე სკოლებში და რამდენად ხართ ჩართული პრობლემის მოზაგვარებლად? რამდენად ეს გამოწვევა კი ბატონო, ნახეთ ჩვენთვის ნაკლებად, იმიტომ რომ ბულინგის შემთხვევაში უფრო სკოლები თვითონ ერთვებიან აქტიურად, მანდატური სამსახური არსებობს, მოგეხსენებათ და ქალაქის სკოლებში, სადაც ბავშვთა რაოდენობა არის მაღალი, იქ არის სოფლებში ჯერჯერობით მანდატური სამსახური არ შესულა. შესაბამისად, გქონდა ჩვენ ორი მომართვიანობა სოფლის სკოლიდან, მშობელი მოგმართავდა ორივე შემთხვევაში. ერთი სატელეფონო საუბრით, იმიტომ რომ არ იმყოფობდა ქვეყანაში, მეორე პირადადაც მოგმართა, ამ შემთხვევაში ჩავერთეთ ჩვენც, გადავუმისამართეთ, ვისაც ეხებოდა აქ საკითხი ძალადობის შესახებ, ჩვენც რა თქმა უნდა ყურადღებით ვიყავით, სკოლაში მოვიკვლიეთ ბავშვის მდგომარეობა, სოციალური მუშაკიც ჩავთეთ და ვეცადეთ, რომ ეს სიტუაცია გაგვენეიტრალებინა, გამოვიდა და ბავშვთან ჩართული იყო ფსიქოლოგი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ყველა შემთხვევაში აუცილებელია ფსიქოლოგის მუშაობა ორივე მხარესთან, მშობელთან და პედაგოგებთანაც. ეს განყოფილება შეიქმნა 2019-ში, ხო? არა, 2019-ში არ შექმნილა, ჩვენთან შეიქმნა მოგვიანებით უფრო 2021 წელს, იმიტომ რომ აი სოციალური მუშაკის პრობლემიდან გამომდინარე. მანამდე არსებობდა იმ მსგავსი ტიპის თუ ახალია ეს ამბავი? ეს არის ახალი, რომელიც სახელმწიფომ დაუშვა და მისცა მითითებები მუნიციპალიტეტებს. მანამდე სახელმწიფოს ჟურნალის სააგენტო იყო მაქსიმალურად ჩართული და მუნიციპალიტეტის მერიები ერთვებოდნენ სოციალური სამსახურის მეშვეობით, რომელიც პროგრამებს და სერვისებს თავაზობდა. თუ გაქვთ დათვლილი ეგრეთ წოდებული ფიდბექი, აი უკავშირი, რამდენად წინ წავედით ამ გაყოფილების შექმნის შემდეგ, ამდეხარ რა მდგომარეობა იყო და ამ კუთხით რა მდგომარეობაა დღეს? კი, მე შემიძლია მაგალითების საშუალებით ვისაუბრო, მეშვეობით ვისაუბრო ამ კითხვაზე და მოკეთ ჩვენს განყოფილებაში მომართვიანობის შემდეგ, იმიტომ რომ უშუალოდ ვერთვებით, უშუალოდ პირდაპირი მოვალეობა გვაქვს, მაგალითად, როდესაც სახელმწიფო დანერგა პროგრამა მრავალშვილიანი უსახლკარო დედებისთვის სახლების შეძენის პროგრამაში, ხოლმე მუნიციპალიტეტთან სამ ბენეფიციარი ჩაერთო, ჩვენ რა თქმა უნდა ყველას ვიკვლევთ, იმიტომ რომ სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, რომელსაც შესაძლოა საშუალო განათლებაც კი არ ქონდეთ მიღებული, ამ ინფორმაციაზე წვდომა უჭირთ, ასევე უჭირთ დოკუმენტაციების შეგროვება, აუცილებლად ყველა ასეთ ოჯახს მუნიციპალიტეტის მერის შუამდგომლობით, მერი უწევს შუამდგომლობას, რომ მივიდეს შესაბამის სააგენტომდე მათ შესახებ ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ უწევთ ამას კოორდინირებას, ჩვენ უწევთ კოორდინირებას, ეხლაც ყავს ბენეფიციარი, რომელსაც გამოყოფილი აქვს უკვე თანხა იმისთვის, რომ სახლი შეუძინოთ და რა თქმა უნდა ვეხმარებით მოძიებაში, შესაბამის დოკუმენტების მოგვარებაში. ასევე ძალიან კარგი მაგალითი და პრეცედენტი გვაქვს ხოშის რეაბილიტაციო, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის დაფუძნებაზე, როცა იყო მშობელთა მომართვიანობა, აქტიურად ჩაერთო ჩვენი განყოფილება მსგავს ცენტრებთან მოლაპარაკებებში და აქვე უნდა აღნიშნო აუცილებლად ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბატონი ლადოს მზაობა, რომ მუდამ უსმენდეს ასეთ ადამიანებს, აი ამ ცენტრების მოკვლევის პროცესში პირადად აი თვითონ ფერდაფეხ დაიარა ყველა ცენტრი, მოიკვლია ყველა პირობა და საუკეთესო ვარიანტი ხონისთვის, რომ შევარჩიეთ, დღეს არის ბატონი ლადოს დამსახურება. ეს ცენტრი ხონში ფუნქციონირებს არა მარტო ხონელებისთვის, და თუ მინდა გითხრა, ასევე მარტვილიდან ყავთ ბენეფიციარები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა და დაახლოებით წელიწად ნახევარია, ცოტა უფრო მეტი, რაც გაიხსნა ხონში. ამიტომ რომ მოგეხსენებათ, ბავშვების საჭიროება იზრდება ამ მიმართულებით, ჩვენ და სამწუხაროდ სჭირდებათ მათ რეაბილიტაციის პროგრამებში ჩართვა და მარტო პროგრამების დანერგვა მუნიციპალიტეტში არ იყო საკმარისი. ამ ბავშვებს უწევთ ტრანსპორტირება არის დამატებითი ხარჯი, დამატებითი დრო, დამატებითი დისკომფორტი ადამიანებისთვის და ძალიან კარგი პრეცედენტი შეიქმნა. დაახლოებით 6 თვის თავზე ამ ცენტრს უკვე ყავდა 30-მდე
ბენეფიციარი, რომლებიც რეაბილიტაციას გადიოდნენ, აქ არის უკვე წელიწადნახევარია გასული და რა თქმა უნდა ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება. ესეც არ არის რა თქმა უნდა სახარბიელო, იმიტომ რომ რაც უფრო მეტ გავსჭირდება სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა, ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი და სამწუხარო ამბავი, თუმცა ეს არის ჩვეულებრივი მომენტი და ყველაზე კარგი და სასიხარულო არის ის, რომ ამ ბავშვებს შეუძლიათ მიაღწიონ საუკეთესო შედეგს და აღარ დასჭირდეთ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე სარეაბილიტაციო ცენტრებში სიარული და მათაც გამოუმუშავდეთ ის უნარჩვევები, რომლებიც სჭირდებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ცენტრის განვითარებაზე მუშაობთ აქტიურად, იმისთვის, რომ დაემატოს რაიმე დამატებითი სერვისები, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აფინანსებს, მუნიციპალიტეტი აფინანსებს, ხშირ შემთხვევაში ოჯახებსაც უწევს დამატებითი თანხების გადახდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი მომსახურება მიიღოთ და სჭირდებათ დამატებითი სივრცეებით, მაგალითად ფიზიკური თერაპიები სჭირდებათ, აქვთ, მაგრამ სჭირდებათ რაღაცა გარე სივრცეში დამატებითი აქტივობები, რომლებიც ძალიან კარგი იქნება ამ მიმართულებით. აი ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით ბავშვები, რომლებიც აქ ცხოვრობენ და არ წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რამდენად არის მათი უფლებები დაცული და ამ კუთხით თქვენი განყოფილება თუ ჩართული ბევრ საკითხში. ინკლუზიური განათლების მართვა სრულად არის სკოლაზე გადასული, სკოლებზე გადასული და ძალიან კარგად არის მოწესრიგებული. მინდა გითხრათ იმიტომ პირადად. არა, კი, თვითონ პროცესი სკოლებზეა, მაგრამ აი დავუშვათ, როცა ირღვევა უფლებები. როცა ირღვევა უფლებები, რა თქმა უნდა, მომართვიანება არის ჩვენთან. თუმცა აქ უნდა აღვნიშნო, რომ როცა პირდაპირ ძალადობა გამოიკვეთება, თუ მუნიციპალიტეტის მერის განყოფილება იწყებს ოჯახთან მუშაობას და დაინახავს საშიშროებას, რომ შესაძლოა ძალადობა დაფიქსირდეს მომავალში და ამ საშიშროება იგრძნობა, ან უკვე დაფიქსირდა ძალადობა, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ არის უკვე სახელმწიფოს რომის სააგენტოს პრეროგატივა და ვამისამართებთ, თუმცა ჩვენც ჩართული ვართ პროცესში, რითაც შეგვიძლია ოჯახების გაძლიერება, იმიტომ რომ დამოუკიდებლად მუნიციპალიტეტის მერის განყოფილებებს ძალადობის შესახებ ამ პროცესის მართვა მათი ფუნქცია მოვალეობებში არ შედის, მოკლედ რომ ვთქვათ. ასევე ჩვენს ფუნქცია მოვალეობებში შედის, მაგალითად, თამბაქოს მოხმარების კონტროლით და საინფორმაციო კამპანიებს გეკმავთ ამ მიმართულებით, რომ მოგეხსენებათ აი დიდ მარკეტებს, ქსელურ მარკეტებს, კამერებით არის და უზრუნველყოფილია და მათ აქვთ იმის შიში და რიდი ვალდებულება, რომ კი ბატონო, მაგრამ არსებობს მაინც რაღაც ესეთი კუსტარული ადგილები, სადაც შესაძლოა იყოს გზა იმისა, რომ ასეთ არასრულწლოვანმა შეიძინონ მოკლედ თამბაქო და მოიხმარონ. შესაბამისად, ჩვენი განყოფილებაც ამჟამადაც მუშაობს ბროშურების და ბუკლეტების დაბეჭდაზე საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა მიმდინარეობს მიმართულებით, რომ როგორც მშობლებში მეტი რაღაცა გავამახვილებინოთ ყურადღება მოკლედ, ასევე სკოლებს, ასევე ზოგადად საზოგადოებას იმისთვის, რომ თითოეული ადამიანი ვალდებული ვართ ვიზრუნოთ, არ აქვს მნიშვნელობა სამსახურებლად მავალია მე თუ არ მავალია. კი ბატონო, მოქალაქის ვალდებულება ელემენტარული. თამარ, რა მაინტერესებს, აი თავიდან ჩვენ დავიწყეთ 16 დღიანი კამპანიაზე საუბარი და ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ მიდის და მინდა ამ კამპანიაზე უფრო მეტი გკითხოთ. ამ კუთხით რა კეთდება ხონში ამ კამპანიის ფარგლებში და თქვენ როგორ ახართ ჩართული? თქვენ გულისხმობ განყოფილებას. მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალიტეტებში ყოველთვის არსებობდა გენდერული საბჭოები. საგრებულოებში. საგრებულოებში, ახლა უკვე ეს აღარ არსებობს და არის ქალთა და ბავშვთა მიმართულებით, თუმცა არსებობს, რა თქმა უნდა, უბრალოდ სახელი შეეცვალა და მე ამ ძველ ამბებზე გეუბნებით, პრაქტიკა გამოცდილება ის ქონდა, რომ ამ საბჭოთან გამომდინარე და მუნიციპალიტეტის მერიებში ქალთა საკითხებზე პასუხისმგებელი პირი ყოველთვის გეგმავდა ხოლმე კამპანიას, როგორ შეიძლება შეერთებოდა მუნიციპალიტეტი და ეს იყო საინფორმაციო სახის ძირითადად, ან იყო წამახალისებელი ქალების მიმართ და შესაძლოა რაღაცა სოფელში გამორჩეული ქალბატონი, რომელიც იყო რაღაცა მისაბაძი ბევრისთვის წარმოგვეჩინა რაღაცა წვრილი შეგვეტალა, მოკლედ მის ერთჯერად გახარებაში მაინც. ეს იყო კარგი ჟესტი იმისთვის, რომ მომხდარიყო საზოგადოების ინფორმირებულობა. ყველაფერი მაინც მიდის ინფორმირებულებამდე და უფლებებამდე. მე თუ ვიცი რა არის ჩემი უფლება აუცილებლად მის დაცვასაც უკეთ მოვახდენ ან დაცვის მექანიზმები. ყოველთვის ვიყავით ჩართულები და მუნიციპალიტეტის ეს ბავშვთა განყოფილებებიც აქტიურად ვიღებთ ამ კამპანიებში მონაწილეობას, იმიტომ რომ ქალების მიმართ ძალადობა რა თქმა უნდა პირდაპირ გადის ბავშვების ფსიქოლოგიაზე, მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაზე.
აბსოლუტურად ამ მიმართულებითაც პროგრამები არსებობს მუნიციპალიტეტში, რაღაცა დროებით გარიდება, ქირით გაყვანის პროგრამა, ძალადობის მსხვერპლის, ასევე არსებობს რეინტეგრაციის პროგრამა, მოგეხსენებათ ბავშვთა სახლები არის. ესეთი საცხოვრისები არის აქ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი არსებობს ხოლშიც, მაგრამ ამ პროგრამის ფარგლებში თუ არა, ძალადობის მსხვერპლის საცხოვრისი თავშესაფარი არის. მუნიციპალიტეტს აქვს პროგრამა, რომლითაც ძალადობის მსხვერპლის მომართვიანობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს შემოყალიბებელი ორდერი გაწერილი. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომლითაც 6 თვით ქალი გავყავს თავშესაფარში სადმე. ქირით გავყავს, კერძო ბინაში. კერძო ბინაში. ხო, მაგრამ არა, თავშესაფარი იმითო კარგი კერძოდ გაყვანილი. ეს დროებითი განრიგება, განრიგება შეიძლება მიუვარდეს, ხო, ასე რომ ვთქვათ. ხო, და ის თავშესაფარი ნიშნავს კიდე არ იცის. ოჯახმა სად არის და ესაც ამ მნიშვნელოვანია. მაგრამ ალბათ ქუთაისში არის მაგრამ თვითონ ეს პიროვნებები ერიდებიან ხოლმე. ხო, რამდენად წავა, ხო. მათი ზოგჯერ არ არის მისაღები, არ არის კომფორტული და კი, მაგრამ როცა საჭიროებს ამდენად არ ყოფილა შემთხვევა? კი, მქონიებს შემთხვევა, გადაგვიმი სამართებია და მოხვედრილა კიდეც. მქონდა შემთხვევა, როდესაც ოჯახს თვითონ პიროვნებას განუცხადებია უარი, რომ აი რაღაცა სახელიც კი აშინებთ ზოგჯერ და კი ბატონო, არა, ხო, მარტივი არ არის. ხონია შემთხვევები, როდესაც ესე დროებით გაგვიყვანია ქირით და რაღაცა ეს სამწუხარო ფაქტიც რაღაცა ასეთ კარგად დასრულებულა ოჯახშიც და დღეს გვყავს ესეთი ოჯახები, რომელთაც დაბრუნებულა. ხო, და თუ კი კარგად არ სრულდება 6 თვის მერე ამათ რა ბედი ეწევათ? 6 თვის მერე მუნიციპალიტეტის სამწუხაროდ ქირით გაყვანას ვეღარ უზრუნველყოფს, თუმცა სხვა პროგრამებში ვთავთ, თუ ვთქვათ, მას ჭირდება უნარების გაძლიერება, ანუ არა, სად უნდა დაბრუნდეს სახში, ხო, ალბათ რა უნდა. უნდა დაბრუნდეს სახში, ან ამ 6 თვის განმავლობაში რაღაცნაირად ჩვენი და ყველა სტრუქტურის დახმარებით უნდა შეძლოს უნარების განვითარება, ან დასაქმებაში შევუწყოთ ხელი, რაღაცა ეს კვების უფასო პროგრამაში ჩავთვალოთ და ასე შემდეგ, რომ მან შეძლოს დამოუკიდებლად უკვე ცხოვრების გაგრძელება. მქონია ესეთი შემთხვევებიც, რომ რაღაცა დასაქმებაში შეგვიწყვია ხელი რაღაცნაირად, რომ მინიმალური შემოსავალი ჰქონოდა ამ ადამიანს კვების უფასო პროგრამებში ჩაგვირთავს და სხვადასხვა სერვისებში, რომელიც მის გაძლიერებას უწყობს ხელს. კი ბატონო. ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ წავიდა უკვე, ძალიან საინტერესო საუბარი იყო. მე ვფიქრობ, ჩვენ ხშირად გვაქვს პორტრეტული ინტერვიუები, ადამიანებს ვაცნობთ, მაგრამ ეს შემთხვევაში, რომ თქვენ იქეთ აცნობთ ადამიანებს ამბავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენეთ ეს პლატფორმა და ეს ყველაფერი, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს, რომ არსებობს ასეთი განყოფილება, ასეთი სამსახური, თამარ უგულავა, არსებობს ასეთი ადამიანი, რომელიც არის პროფესიონალი, სადაც აქტიური მოქალაქე ხართ, კარგი ადამიანი ხართ და ძალიან სასარგებლო ადამიანი ხართ იმ ხალხისთვის, ვინც შეიძლება იყოს პოტენციური ბენეფიციარი თქვენიან, სადაც შეიძლება ვხედავდეთ პრობლემებს ბავშვთა უფლებებში და მათ ზრუნვას, განსაკუთრებულ გადამეტებულ ზრუნვას საჭიროებდეს, ასე რომ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი განყოფილების არსებობა და კარგია რომ არსებობს და კარგია რომ ხელმძღვანელობთ ამ ყველაფერს. დიდი მადლობა, მე კიდე ერთხელ მინდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი სტუმარი გახდათ ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ქაბატონი თამარ უგულავა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა დათო თქვენ და დიდი მადლობა გერმანიის მთავრობას და სათემო ცენტრს, რომელიც ამ შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს და ამ შესაძლებლობას აძლევს სრულიად ხოლს და არა მარტო ხოლს, იმიტომ რომ ვიცი თქვენს რადიოს ყავს ძალიან ბევრი მსმენელი და ძალიან ბევრი მაყურებელი. უღრმესი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. გაიხარეთ.